მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთეთის საკვირაო სკოლაში, ეს არის პოდკასტი ვალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია რომან დოლაბერიძე. როდესაც რომანის წარდგენას გეგმავდი, ძალიან ბევრი მიმართულება გამოჩნდა მის რეგალიებში და შევთანხმდით იმაზე, რომ წარმოედგინა როგორც უბრალოდ აქტიური მოქალაქე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება განათლების სისტემების ანალიტიკის სფეროში და დღეს შევეცდებით ვისაუბროთ რა გამოწვევების წინაშე დგას ფორმალური თუ არაფორმალური განათლება და რა განსხვავება არის არაფორმალური განათლების გაგებებს შორის საქართველოში და უცხოეთში იქნება ეს ევროპა თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანებისთვის და იმისთვის რომ დრო გამოყავი და მოხვედით ჩვენთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც ყველას აწუხებს, ვისაც განათლების სფეროსთან ქონია შეხება, იმიტომ რომ იმდენად ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ფორმალური განათლება იმ მოთხოვნებს, რაც დღეს არის, რომ ძირითადად მშობლებსაც და თვითონ მოსწავლეებსაც, სტუდენტებსაც მუდმივად უწევს რაღაც არაფორმალური გზების ძიება იმისთვის, რომ საკუთარი კომპეტენციები განავითარონ და ასეთ პირობებში რაღაცნაირად ზღვარი იშლება, სად არის ფორმალური განათლება და სად არის არაფორმალური და გაგებებიც ისე ირყევა, რომ აი უცხოეთში ფორმალური არაფორმალური განათლების გაგება ძალიან განსხვავებულია იმისაგან, რაც ჩვენთან არის. და მოკლედ ამ თემებზე მინდა რომ დღეს ვისაუბროთ. ზეამოვნებით. დავიწყოთ იმით, რომ აი რას ნიშნავს არაფორმალური განათლება, აი თქვათ იგივე ამერიკის შეერთებული შტატებში, თან იცით, ჩემს სტუდენტებს რა უთხარი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეროვნული სასწავლო გეგმა არ აქვს, თქო, გაოცებულები იყვნენ და ისე მოქმედი მასწავლებლები, რომ როგორ ასტიჩავს ეროვნული სასწავლო გეგმა არის, ხო, ბიბლია გონიათ, რომ ეს ბიბლია არის მაგათთვის, მაგრამ აი რა თავისებურება აქვს ამერიკასთან, უფრო თავისუფალი ამბები ხდება, ხო, ვიდრე ევროპაში და ჩვენთან როგორ არის გაგებები და მეწაგეშველები გზადაგზა, რას ნიშნავს არაფორმალური განათლება? ძალიან საინტერესო მიმართულებაა ზოგადად განათლება და აი საოცრად საინტერესოა. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც და რომელიც ადამიანები, რომელიც ამ მიმართულებაზე, განათლების მიმართულებაზე მსჯელობენ. ანუ ხო გქონიათ ეგეთ შემთხვევა, რომ აი მეგობრები იკრიბებით და რაზე უნდა იმსჯელო, ხო? ანუ არის ადამიანი პოლიტიკაზე საუბრობს, ან თქვათ, რაც ურბანულ საკითხებზე, ყოველდღიურ პრობლემებზე არა. მაგრამ ჩემს შემთხვევაში, აი 10 შეხვედრიდან წარმოგიდგენთ 8 შემთხვევა სულ განათლებაზე მიდის საუბარი რა. ანუ არა თქვათ რაიმე თქვათ ერთ კონკრეტულ რაიმე სფეროზე არა. ხშირად ყოფილა ესეთ შემთხვევა, როდესაც აი უმაღლეს განათლებაზე გვისაუბრიან, ან თქვათ საშუალო განათლებაზე გვისაუბრიან, მათ შორის გვისაუბრიან როგორც არაფორმალურ განათლებას. ანუ არაფორმალური განათლება, ეგ ავიც აი პირადად ჩემთვის აი სერიოზული გარდატეხა მოახდინა, ზოგჯერ ხუბრობ ხოლმე, რომ არა ეს არაფორმალური განათლება და ის საზოგადოება, რომელშიც მე აღმოჩნდი და თავიდან ბოლომდე შემდეგ მეც ამის ნაწილი ვიყავი, ხო ვიქნებოდი ერთი ჩვეულებრივი გრუზინი, ვიქნებოდი ამ ბაბლში და ეს ნორმა იქნებოდა ჩვეულებრივი იქნებოდა ალბათ ჩემთვის ეგ, მაგრამ არა რაღაც აი არ ვიცი მე ძალიან გამიმართლა მოცემული ბევრი წლების უკან ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავ, მაშინ ძალიან გამიმართლა, როდესაც იმ საზოგადოებაში აღმოჩნდი, სადაც აი ადამიანები სულ განათლებას საუბრობდნენ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი იმ სოციუმისთვის განათლება იყო საოცრად მნიშვნელოვანი. თუ არ იყავი განათლებული, ვერ მოხვდებოდი რა ამ საზოგადოებაში. ეს აქ იყო ესე. წარმოიდგინე შენ მე შემდეგ დავიწყე შენ პროექტებში მონაწილეობა ამ არაფორმალურ განათლებაში და ევროკავშირის ქვეყნებში კიდევ უფრო ბევრი განათლებული მეგობარი შევიძინე და აი დღეს ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში შემიძლია
აი ჩავიდე და მათთან დავშ და მათთან ზუსტად მაგიტო ხარ აქ რომ მაგ გამოცდილებაზე ვისაუბროთ. მათთან გავატარო გარკვეულ დრო რაღაცა ბევრი შეთანხმებების გარშე. ხოლო ევროკავშირისთვის უშუალოდ ხო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიული მნიშვნელობისაა რო ეს, რომ იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან რომ ეს არა მარტო უბრალოდ ინტელექტის განვითარებას ეხება და უშუალოდ ადამიანებისთვის აი კარგი ინტელექტუალურ ღირებულებებზე მუშაობს, არამედ მათ შორის ემოციური ინტელექტის მიმართულებაზეც სერიოზულ პოზიტიურ გავლენას ახდენს და მე არაფორმალური განათლება უფრო მყისიერ შედეგს გაძლევს, ხო, რაღაცა კონკრეტულ გამოწვევას პასუხობს ყოველთვის და რა პრობლემაც გიდგას, შეგიძლია რომ რაღაცა ცოტა ჩქარა მოაგვარო ეს პრობლემები და ამითაც საინტერესო. ახლა მან როგორი ამბავია, უმაღლესი განათლება გაძლევს შესაძლებლობას გახდე პროფესიონალი, ჩამოყალიბდე როგორც პროფესიონალი. და არაფორმალური განათლება გარდა იმისა, რომ შემდეგ უკვე დამატებით პროფესიის მიმართულებით შეიძლება კიდევ უფრო მეტი უნარები მოგცეს, დამატებით გაძლევს სხვა მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ხოლო ზოგადი განათლება, ადამიანის ზოგად განათლებას ავითარებს, ხოლო მსოფლმხედველობას ავითარებს და საზღვრებს კიდევ უფრო და უფრო წინ წაწევს, ხოლო ამიტომაც არის ძალიან რთული მაგისი დეფინიცია, ან როგორ შეიძლება განსაზღვროთ არაფორმალური განათლება. მგონია, რომ არაფორმალური განათლება არის, რა ვიცი, როდესაც უბანში გყავს ვიღაცა ადამიანი, ან სანათესაოში გყავს ვიღაცა ადამიანი, რომლისგანაც რაღაცა სკილებს იძენ, ბაძავ, რაღაცა ინფორმაცია მოგაქვს მისგან, ან კიდე მისი სამყაროსადმი დამოკიდებულება მოგწონს და ამას იაზრებ, ხო? ესეც არაფორმალური განათლების ნაწილია. არის, კი. და ამიტომ ევროკავშირისთვის, ხო, ევროპის ქვეყნებისთვის, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს არაფორმალური განათლება, რომელიც თავიდანვე მოიცავს ჩართვას გავაკეთებ, ერიხ ფრომი არის ასეთი სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი და ის წერს, რომ აი რო არ იყოსო აი ეს არაფორმალური განათლება, ანუ ამ ტერმინს არ იყენებს, მაგრამ ამას გულისხმობს, ხო? მთელი 5000 წლიანი კულტურა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მხოლოდ უმაღლესი და ოფიციალური, ანუ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაზე რო იდგესო, დაღუპვის წინაშე დადგებაო, ერთადერთი რაც ესე იგი აი ამ ოფიციალურ და ფორმალურ განათლებას ამყარებს და მას საზრის უქმნის, ანუ ეს არაფორმალური განათლება არის, იმიტომ რომ ესაა სამყარო, სადაც პირველ რიგში იღებს ადამიანი საიდანაც ადამიანი იღებს ინფორმაციას. კი, შეიძლება თავიდან ბოლომდე შეიძლება დავეთანხმოთ ამ ადამიანს და უფრო მეტის, ხოლო მაგალითისთვის მხოლოდ თუ პროფესიულ განათლებას, ანუ უმაღლეს განათლებას მიიღებს ადამიანი, ხოლო მე მაგალითად ბევრი მინახია ესეთ, რომ მხოლოდ აქვს უმაღლეს განათლება, პროფესიო ძალიან კარგი პროფესიონალია, ძალიან, ვიცი, აი სკრუპულოზურად შეიძლება აკეთებდეს ყველაფერს, მაგრამ იმის გამო რომ არაფორმალური განათლება, ეგრევე ზოგადი განათლება არ აქვს კარგი, ხოლო უბრალოდ ამ მიმართულებაზეა მხოლოდ და გვერდით ნებისმიერ რამე შეიძლება რაღაც კითხო ან თხოვ რაღაცა ერთ სეგმენტში არის განათლება. გამორიცხულია, იმას ვერ გააკეთებს. ამიტომ ეს არაფორმალური, ანუ ზოგადი განათლება არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი და აი რატო ევროკავშირის რატო არის ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ხო? პროფესიის გარდა ინტელექტი და ემოციური ინტელექტის განვითარება არის ევროკავშირისთვის საერთოდ ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობა. იმიტომ რომ იმ კონკრეტულ საქმეს უკვე კომპიუტერული მანქანები გააკეთებენ და AI წამოგვეწია უკვე ასე აქტიურად რევოლუციები ხდება და ადამიანს რაშიც ვერ ჩაანაცვლებს ტექნოლოგიები, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრენდული დღეს. კი, ნამდვილად და რატომაც არის ეს ჩვენ ვიცით ხოლმე ევროკავშირში წაკითხulis გააზრება ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლები, ტოპ მაჩვენებლებია ხოლმე ევროკავშირის ქვეყნები და ზუსტად ამიტომაც არის, რომ გარდა იმისა, რომ სკოლა დიდ როლს ასრულებს საკითხulis გააზრების ნაწილში, მათ შორის უნივერსიტეტი, ხოლმე ამას დამატებით ეხმარება
ზოგადი განათლება, ანუ არაფორმალური ზოგადი განათლება მათ შორის და ამიტომაც არის რომ ევროკავშირის ქვეყნები წაკითხვის გაზრებაში არიან ტოპ მაჩვენებლებში, ხო? და ეს კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე მუშაობენ იმ თავიდანვე. ანუ საერთოდ არ არის ეს შემგროვებლური ცოდნა მიზანი, ხო? მიზანი არის, რომ კრიტიკული აზროვნება განვითარდეს მოსწავლეს და ეს ახლა ტექსტის გააზრების გარეშე არ არის. კარგი, მოდი ახლა ვთქვათ, რა სპეციფიკა აქვს ევროპულ გაგებას არაფორმალური განათლებისას, ამერიკისას და საქართველოს. აი რა რითი განსხვავდება? თუ ერთს და იგივეა ყველგან არაფორმალური განათლება. საქართველოს მიმართულებაში არის ჩართული, ანუ 2003 წლიდან უფრო ინტენსიურად იწყებს ზოგადი განათლების განვითარებას უკვე ევროკავშირის ქვეყნები და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს აკეთებს. თავის დროზე ამ პროგრამას ერქვა Youth in Action და ის სეგმენტებით იყო კიდევ დაყოფილი, მაგალითად Youth in Action 1-დან 0 და ასე შემდეგ 6-მდე ადიოდა 1 და 2, 1 და 3 და ასე შემდეგ და ზუსტად წლები არ მახსოვს, მაგრამ საქართველოს ამ პროგრამაში ჩაერთო, დიდი ხნის უკან ჩაერთო, ანუ ახალი დაწყებული იყო ევროკავშირს და მათ შორის საქართველოს შეუერთდა ამ პროგრამას, დღეს უკვე ვიცნობ მას როგორც Erasmus. ანუ ჯერ კიდე შევარდნაძის დროს იყო დაწყებული ეგ მოძრაობა. დაწყებული იყო, თუმცა სრული შეერთება მასში უკვე წინასწარ ისევე როგორც ბოლონიის პროცესთან ჩართვაც უფრო ადრე იყო დაწყებული, ვიდრე განხორციელდა. იყო ჩართული იყო ქვეყანო ხელმოწერილი, ანუ მიერთებული იყო ამ პროგრამას, მაგრამ არ იყო განხორციელებული. ხო, არც ევროკავშირისგან იყო მაშინ ესე ძალიან დიდი ინიციატივა და საქართველოს მან და მაინც არ იყო ესე რაღაც, ანუ მაშინ შევარდნას დროს გვახსოვს რომ როგორი ეკონომიკური კრიზისი იყო, შეშის ღუმელებისთვის შეშა მიქონდა სკოლაში. კი, და შემდეგ უკვე შევარდნას შემდეგ მთავრდებლის რევოლუციის შემდეგ, ანუ ამ მოცემულობამ ძალიან დიდი როლი შეასრულა მაგ პროგრამების განვითარების ნაწილში და საქართველოს ჩართულობაში. შესაბამისად, ბევრად უკვე საქართველოს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად იყო ჩართული ამ პროცესში და მე მახსოვს, მაშინ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა უშუალოდ ამ პროექტებში. მათ შორის იყო EVS პროექტი ქვია, European Voluntary Service იყო ეგეთი, ანუ Youth in Action ტრენინგები იყო, მაგალითად SALTOS პროგრამა, რომელიც დღემდე არის, ეს ტრენერთა ტრენინგებია ძირითადად და თუ ტრენერობის სრული გაქვს, მიდიხარ ამ პროექტებში, ტრენინგს გადიხარ. დღეს მუშაობს? კი, მუშაობს და შენ ცოტა მოგვიანებით შეგვიძლია ვთქვათ, უკვე დღეს უკვე რა პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით. მე რა გავაკეთოთ, იცით, დღეს რაც მუშაობს, თუ შენთვის დიდ შრომას არ წარმოადგენს, ლინკები რო კომენტარებში დავდოთ. შეგვიძლია თავიდან ბოლომდე. რაც დღეს მუშაობს, ის ძალიან საინტერესო იქნება. ასაკობრივი შეზღუდვა აქვს? ასაკობრივი შეზღუდვა აქვს ოღონდ სხვადასხვა პროგრამებში, მაგალითად Erasmus ეს ტრენინგებს და სემინარებში მონაწილეობა და ეს არაფორმალური განათლება, მათ შორის ზოგადი განათლების ნაწილში დაახლოებით არის სადღაც 30 წელია მაქსიმუმი, სადაც შეიძლება ვთქვათ, როგორც მონაწილემ მიიღო და 35 წელია, მე მგონი მაქსიმუმი როგორც ტრენერმა, ჯგუფის ლიდერმა, როგორც შეიძლება მე კოვიდამდე ვიყავი ბოლოს ესპანეთში ვიყავით, სარაგოსაში, ძალიან დიდი პროექტი იყო ეს, რამოდენიმე ქვეყნის ერთდროული მონაწილეობა იყო, ქართველები ვიყავით, ესპანელები, ფრანგები, იტალიელები, ბელგიიდან იყვნენ, ლიბიიდან იყვნენ, კი რამოდენიმე ბევრი ქვეყანა იყო, ეს იყო თავიდან ბოლომდე ინტერკულტურული მიმართულება და ანუ რადგანაც ვახსენე ეს ინტერკულტურა, იმიტომ რომ ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია ინტერკულტურული განვითარება. და აი თქვენ რო შეკითხვაზე დავსვით რა განსხვავება, როგორ ხედავს ამას საქართველო, ევროპა და ამერიკა, ამის ჩვენება მინდა ზუსტად რომ მაგალითისთვის ევროკავშირი ინტერკულტურას რადგან სტრატეგიულ მიმართულებას განიხილავს, არის რომ თუ ერთმანეთის კულტურა კარგად გვეცოდინება და ეს ერთი და ორი ადამიანზე არ არის საუბარი, ხო,
ქვეყნების დონეზე, ადამიანების დონეზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან დიდი ინტერესი არის ხოლმე, აი როცა მიწევს ხოლმე ქვეყნიდან გასვლა, აი ისე აინტერესებთ ხოლმე, აი ვინა ვარ, რა კულტურა არის, თუ ვინმე ნაცნობი როგორ საქართველოში დამყოფი შემხვდა, აი აუცილებლად ხას უსვავენ ჩვენს ტანსაცმელს სხვათა შორის, აი ნაციონალურ ტანსაცმელს და იმას თუ როგორ იცვავს დღეს ქართველები, ეს რაღაც ისეთ სასიამოვნო იყო ჩემთვის და აი ძალიან მოეწონათ ამის წინ მქონდა ისა ჩვენი ანბანი და ანბანის კოშკის კონცეფცია თვითონ რა ეს ანბანის კოშკი რატომ რომ ნახეს ეს თვითონ ანბანი კიდევ თულად ისეთი ანბანი ქონია თორე რომ კოშკები უნდა დაუდგათო რადგანაც არა ამიტომ ესე ხოდა ანუ რადგანაც არის მნიშვნელოვანი ხო ნუ ევროკავშირის ქვეყნები ფიქრობენ შემდეგნაირად, რომ აი მაგალითად თუ ერთმანეთის კულტურა კარგად ვიცით, ანუ საზოგადოება მიცის, არა ერთმა და ორმა იცის, ან რომმა მიცის, ან ქალბატონი მიცის, არა. საზოგადოება უმეტესად იცის, მათ შორის მომავალში კონფლიქტების ალბათობა დაბალია. იმდენად დაბალია, რომ აი წარმოვიდგინოთ დაბალია. მაგალითისთვის მე ყავს გერმანელი მეგობრები, პირობითად რო თქვა, ან ესპანელი, იტალიელი მეგობრები და მათ რომ რამე მოუვიდეს, ხო, ნუ მეც უკვე იმდენად ვერთვები ამ პროცესში, რომ აი მხარს ვუჭერ, ან ჩვენ შორის, ხო, ამ მეგობრებს შორის, ხო, ფერიდნელების ამბავს რო განვეცდით, ხო. ამ ჩვენს მეგობრობას შორის, ხო, აი წარმოვიდგინე, ანუ გამორიცხულია ხო აი უმინიმალურესი ანუ 0.01% იყო შეიძლება რომ ჩვენ შორის რაიმე კონფლიქტი მოხდეს და წარმოვიდგინე ანუ წარმოვიდგინეთ ეგეთი ამბავი რომ საზოგადოება მთელი საზოგადოება არის ესეთი რომ ჩვენ ერთმანეთის კულტურებიდან ვიცით იმდენ ახლოს ვართ რომ საერთოდ ერთმანეთში ანუ აი მინიმალურ დონემდეა დაყვანილი უკვე კულტურა ამიტომაც აქცევს ევროკავშირი ყურადღებას ინტერკულტურულ მიმართულებას, ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა და რადგანაც ერთ-ერთი შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ რა პროექტს ერქვა ქორწილი ჩვენს ქვეყნებში. და ჩვენი ქორწილი მოეწონა. ქორწილები, ხო, ნუ როგორ იყო ერთ დღეს მაგალითად ერთმა ქვეყანამ წარმოადგინა როგორი ერთთელი ქორწილი, თავისი ორგანიზებით, თავისი ყველაფრით, თავიდან წარმოადგინეთ? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხმლებში გატარება ხოლმე კი, აქედან ყველაფერი ხმლები წავიღეთ და ჩოხა ახალუხით და მთელი პროცესი წავედით აქედან და ნუ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაჩვენებთ როგორი იყო ქორწილი, მაგალითად საქართველოში როგორ ხდება ხოლმე ქორწილი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ ინდონეზიის ელემენტებით შეიტანხა. კი, ანუ ამაში უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთში ქონოდა კონტაქტები გაგვცალა, მეგობრები გაგვთვალიყავით და მომავალში გაგვძელებინა ურთიერთობა და ერთმანეთს ერთი შერეული ქორწილიც არ იქნებოდა ურიკო. ხო, ეგ არ გვიჩვენებია, მაგრამ ხო, ძალიან საინტერესო იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებებს კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კონფლიქტების მართვის მიმართულებებია თქვათ იქ და ბევრი სხვა მიმართულება ევროკავშირი ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, აი აბსოლუტურ ყურადღებას. და კიდე რა მომწონს იცით მათი დამოკიდებულებაში ყოველთვის ეძებენ რაღაც განსხვავებულს, ანუ ის რა არის სპეციფიკური შენი კულტურისთვის და ამას ცემენ რაღაცა განსაკუთრებულად პატივს და უნდათ რომ გაიგონეს ეს ლოგიკა რა ამ ურთიერთობების და ეს ერთხელ ერთი გერმანელი კოლეგა იყო ჩამოსული თან საკმაოდ ისეთი ასაკიანი კაცი ფილოსოფოსი და თან ჰიგელის მკვლევარი და მახსოვს რაღაცა ვერ ვნახეთ ისა წავიყვანე ძველი გემი რო იყო რესტორანი და მეც არ ვიყავი ნამ პირველად ვიყავი და რაღაცა ისეთი სიტუაცია დაგხვდა იქა ისეთი რაღაცა ძალიან დაშბანდური და ისეთი ცეკვები და რაღაც შალახოები და თავზე ბოთლების შემოდგმები და ვაიმე მცხვენია ახლა და რა უხერხულია ახლა ამ სტუმარს ევროპელს მინდა რომ რაღაცა ცივილიზებული ქვეყანა ვაჭრო გაგიჟდა ეს კაცი ეს რა მაგარიაო იცეკვა რაღაცები აკეთა სულ მაგიდაზე ხელები უტყაპუნა ციგი მისთვის ეს იყო აი ეს ურთიერთობები ისეთი
ბედნიერი იყო, არ მინდა სხვაგანო და იმის მერე იძახის რომ ბათუმში უნდა ვიცხოვრო. კი ბატონო, კი. კი მე სოციალურ ერთ ძალიან კარგი ნაცნობი ვიყავ ლიტველი. ჩემი ტრენერი იყო რამოდენიმე წლის განმავლობაში, რამოდენიმე პროექტში ერთად ვიყავით. ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად, უბრალოდ გონიოში იყიდა ტერიტორია, გადმოვიდა საცხოვრებლად, ძალიან ბედნიერია. ძალიან, რა ვიცი, საქართველოს და ეს რო გადმოვიდა იზოლირებული არ არის, ხო, სოციუმისგან, როგორც ამას ჩვენ სლავენ მეზობლები აკეთებენ. არანაირი იზოლირება, უფრო მეტიც თვენახევარში ქართული ისწავლა. ჩვენ თვენახევარში უკვე ქართულად გვესაუბრებოდა და წარმოიდგინე ეხლა ცოტათი აქცენტი დაგრავს, ბალტიური აქცენტი, თუმცა თავისუფლად საუბრობს ქართულად. მოგვიყვანი გვასტუმრე ლალისთან ყავაზე. მყავდა სხვათა შორის ერთი რუსეთში სკოლა დამთავრებული ლუკა თეთრაძე, რომელსაც მინდოდა რომ რაღაცა ანალიტიკა გაეკეთებინა შედარებითი თქვათ იქ რა ღირებულებებზე იზრდებოდა სკოლაში და აქ უნივერსიტეტში დაბრუნდა ცოტა განსხვავებული სივრცეები ნახა და ძალიან სულ მაინტერესებს ეს. ჯერ მაინტერესებს უცხოელის თვალიდან დანახული ჩვენი განათლების სისტემა, ხო? და ეს ძალიან ისეთი არის მნიშვნელოვანი. ხო, რუსეთთან დაკავშირებით არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ მაქვს კარგი გამოცდილება მათთან. არ გექნება, არ არსებობს კარგი რო ქონდა. ერთი-ორი შემთხვევა გქონდა. საფრანგეთში ვიყავით ერთ-ერთ პროექტზე, ეს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტი იყო და აპლიკაცია შემოვიდა რუსებისგან, მათ უნდათ მონაწილეობა და მე ეჭვი მქონდა რომ ისინი უბრალოდ ვიზის გამო მოდიოდნენ. ამ პროექტში სხვა არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ და ნუ გარდა იმისა რომ პროექტში მაინც ჩამოვიდნენ მიიღეს მაინც და იქ დებოში და მთელი ხმაურები და ამბები მოაწყეს ნუ დებოში რა თემაზე არ ვიცი რაღაცის გამო იჩხუბებდნენ ერთმანეთში მაგათ რუსები ისე ერთმანეთში ხუბობდნენ და მოკლედ მთელი კარგი გამოცდილება რუსული მიმართულებით არ მაქვს ნამდვილად ეაფერს ვერ მოყვები ამ ხრივ და ხო, რაც თავარია, ეს ორი შემთხვევა იყო, ხოლო სადაც რუსები შეხვდნენ პროექტში და სხვა შემთხვევა მე საერთოდ არ მახსოვს, მათ შორის არც ჩემს მეგობრებს ახსოვთ. მსგავსი შემთხვევა რუსები ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ თვითონ რუსებს ჰქონდათ, როგორც სახელმწიფოს ჰქონდათ შეზღუდვა ამ მიმართულებით, პოზიტიურად არ უყურებდნენ პოლიტიკის მიმართულებით, რომ ყველას აპრიორი უკრაინის ომის შემდეგ უკვე ხო ისე დღეში არიან რომ ეროვნებას მალავენ ევროპაში უკვე ასე არიან და ამბობენ რომ მე მქონია შემთხვევა რომ ვიცოდი რომ რუსები იყვნენ და უკრაინელები ვართო ამბობდნენ სხვებთან და ეგ ძალიან კარგია იმიტომ რომ მოუწევთ ალბათ დადგება დრო რომ უფრო მაღალ ეშელონებში მოუწევთ თავის მართლება და აი ეს სირცხვილი რომ აი ეს ამხელა ნაციონალური რაღაცა უზარმაზარი ლაქა დაისვეს და დამღა დაისვეს, ხო, ამას სხვანაირი აზროვნება ჭირდება და აი მართლა გერმანელი უნდა იყო, რომ ამას სწორად უპასუხო და სწორად გამოისყიდო ის, რაც გააკეთეს, ხო, მეორე მსოფლიო ომის მერე გერმანელებსაც ხო ანალოგიური სიტუაცია ჰქონდათ. იქ სხვა კულტურაა და სხვა ერია, ხო? მიუხედავად მისა მაინც იმათაც დაემართათ ისრაელი ფაშიზმი მაგათაც დაემართათ. კი ბატონო, კი არის პროპაგანდას ნამდვილად შეუძლია ფაშიზმამდე და პუტინიზმამდე მიყვანა სამწუხაროდ ხო არის. და ამერიკაში რა ხდება მაგ მიმართულებით? ევროკავშირისგან განსხვავებით, ხო, ანუ ამერიკაში ესე ჩახედული არ ვარ მანდა მაინც. მაგრამ მე ვიცი რომ გამოცდილება გაქვს, ხო, ევროკავშირში ბევრად უფრო მეტი ვიცი, იმიტომ რომ ჩემი შეგნებული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ევროკავშირში გაოტარე და ამიტომ უფრო მეტი ვიცი ევროკავშირში. თუმცა რა თქმა უნდა, ამერიკასთან დაკავშირებით ამერიკელებთან თანამშრომლობდი წლების მანძილზე და ამერიკულ კუთხეს უძღვებდი. კი, ამერიკის საელჩოს პროექტი ჰქონდა ჩვენ, მაშინ სამთავროებში მუშაობდი და ამერიკული კუთხე მოვაწყვეთ ჩვენ მაშინ. ამ გრანტით თავიდან ბოლომდე ანუ განვაახლეთ ტექნოლოგიურად აი რემონტით, ავეჯით, თავიდან ბოლომდე სივრცე შეიქმნა თავისუფალი ბიბლიოთეკაში. კი, უფასო სივრცე შეიქმნა, სადაც აი ნებისმიერ ადამიანს, ანუ ასაკის მიუხედავად არანაირ შეზღუდვა ეხლა აღარ ფუნქციონირებს. ეხლა რა ხდება არ ვიცი. მე მგონი მერიას აქვს ეს
პროექტი გადაბარებული, ეს სივრცე გადაბარებული, თუმცა იქ რა ხდება უკვე აღარ ვიცი სამწუხაროდ, მე მგონი ამერიკული კუთხე როგორც ასეთ დასრულებულია და ხო, მე მგონი მერია აკეთებს რაღაც თავის რაღაცებს, უბრალოდ არ ვიცი რა ხდებოდა და ამ მიმართულებას უბრალოდ მათ შორის არაფორმულ განხლებაც იყო, თქვა ამ ამერიკულ კუთხეში, ხო, არა თქვა ერთი თქვა რაიმე თქვა რობოტიკა მაგალითისთვის. ჩვენთან არ არის ესე ცნობილი ეს მიმართულება განვითარებული არ არის, შესაბამისად მაშინ ამერიკის საელჩო დაგვეხმარა ამ მიმართულებას რობოტი ტექნოლოგიებს შემოიტანა, სადაც ბავშვებს ახალგაზრდებს ვისაც დაინტერესდა და ყველა შეეძლო მისულიყო და რობოტიკა მაგალითად შეესწავლა გარკვეულ დონემდე თქვა არა ესე პროფესიული დონემდე, მაგრამ თქვა რაღაცა წარმოდგენის ტექნიკური აწყობა, მათ დაპროგრამება, პროგრამირება რაღაც ფუნქციების მიცემა გარკვეულ უნარჩვევებს და წარმოდგენას ეგ მიმართულებით გაძლევდა. ნამდვილად შედა თუ მოგეწონებოდა, შემდეგ უკვე დამატებით თქვა რაღაც შესაძლებლობები ალბათ იქნებოდა გამოჩნდებოდა. მას შორის არის ბევრი იყო პროექტები განხლების მიმართულებით. იყო მაგალითად პროექტები წერა, მართვა, ინგლისურის ლექციები გაკვეთილებით მიდიოდა, თქვა ბიზნესის მიმართულებით მიდიოდა. ბევრი მიმართულება იყო და ბევრ მიმართულებას ფარავდა ამერიკულ კუთხე. სამწუხაროდ ეხლა შესუსტებულია თუ საერთოდ არის, არ ვიცი, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია თქვა მან დიდად აღარ ვარ უკვე ჩართული მაგ მიმართულებაზე და ამიტომ ვერ ვიტყვი თქვა რა ხდება მაგ მხრივ. თუმცა შედარება რო გავუკეთოთ, ხოლმე უფრო ამერიკაში რო გადავიდეთ, ევროკავშირისგან განსხვავებით, აი არაფორმალური განხლების მიმართულებაზე უმეტესად ფასიანია. და გარკვეულ დანახარჯებს ოჯახების მხრიდან ნამდვილად მოითხოვს ამერიკაში. ამის საპირისპიროდ ევროკავშირში ეს არის თითქმის აი 90-95% დაფინანსებული. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ესე იყო, რომ თვითმფრინავის ბილეთს ვიყიდით მხოლოდ ჩავდიოდით ქვეყანაში, იქ საცხოვრებელი იკვება 3-4 ჯერად იკვება, შიდა ტრანსპორტირება, გადაადგილება, ყველაფერი დაფინანსებული იყო აბსოლუტურად. უნდა ჩავსულიყავით მხოლოდ და შემდეგ აღარ იდანდოთ. უკან წამოსulis ხარჯებიც ყველაფერი. ჩვენ ვიყიდით მხოლოდ წასვლის და უკან დაბრუნების ბილეთებს და როდესაც დავბრუნდებოდით, უკვე სახლში რო ჩამოვიდოდით უკან, გადავუგზავნიდით ამ ბილეთებს, რომ ჩვენ დავამთავროთ ჩვენი მოგზაურობა და სადღაც რამოდენიმე დღეში იმ ხარჯებსაც კი გვინაზაურებდნენ. ეს ევროკავშირში ხდება ესე. ამერიკაშიც კი ნამდვილად არის დაფინანსება ბევრი მიმართულებით, მაგრამ არაფორმალური განხლების მიმართულების ტრენინგების, სემინარების შემდეგ უმეტესი მაინც ფასიანია, იმიტომ რომ ძირითადად ეგ არის კერძო ორგანიზაციების მიმართულება. და თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და მაინც ძალიან დიდ როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. და მან რაც ამერიკის შემთხვევაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, სკოლა უმაღლეს დონეზეა. ზოგადი განათლება და საუნივერსიტეტო უმაღლეს განათლებას საუბარი აღარც არის, ხო. თან აქ განსხვავება უკვე შტატების მიხედვით არის სკოლის, ანუ განათლების დონე ჩამოყალიბებული და მე სადაც შტატებში სადაც შეხება მქონდა. ხო, ყველას განსხვავებული ის აქვს მიდგომები. კი ბატონო, მე შტატებში სადაც შეხება მქონდა, მან მაგალითად მინესოტა რო ავიღოთ, სკოლა დაფინანსებულია. სკოლა ფინანსდება და მათ შორის კვება სკოლაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ არის კვების მიმართულება არის გარკვეული სეგმენტირებულია. მაგალითად, ოჯახს, რომელსაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ანუ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა კარგი აქვს, შეიძლება საერთოდ არ დაუფინანსოს სკოლამ.
და მეორე მხარეს ვისაც საშუალო შემოსავალი აქვს, გარკვეული პროცენტი და მაგათ 50% და თუმცა იქ ბავშვები ერთნაირად იკვებებიან. კი, ყველა ერთნაირად იკვებება და არავინ თანხას ზოგი იხდის და ზოგი არა. ხო, არავინ არ იცის ვის უფინანსდება და ვის არ უფინანსდება. ეს არავინ არ იცის აბსოლუტურად. მხოლოდ იმ ოჯახმა, ვისაც მაგათ დაუფინანსდა. გარკვეული თქვა საშუალო მაჩვენებელში 30% დაუფინანსდა, შეიძლება 50, 70. დამოკიდებულია სკოლაზე, რამდენად ძლიერია, რამდენად გვერდითი შემოსავლები აქვს. მაგალითისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდითი შემოსავლები. ხო, კონკრეტულ უბანში, აი წარმოგიდგენთ ხა ჩვენს უბანში, პარკის უბანში მეორე სკოლა ავიღოთ, მეორე სკოლას აქვს გარკვეული ბიუჯეტი, რომელიც განათლების სამინისტროდან იღებს და დამატებით ამ უბანში ვინც ცხოვრობთ, ყველამ ვაფინანსებდეთ. 1 ლარი, 2 ლარი, 5 ლარი. ეგ არის დამატებით შემოსავალი, რაც უფრო მეტი აქვს. ეხლა არ აქვს სკოლებს, ადრე ქონდა მაგისი უფლება და ეხლა არ აქვს საკუთარი დამატებით შემოსავალი ქონდეს. ცუდია, იმიტომ რომ ეგ საკმაოდ კარგი პრაქტიკაა. საკმაოდ კარგი პრაქტიკაა და ამერიკის თვითონ პატრონობს სკოლას და მის საჭიროებებს. ამერიკის შემთხვევა არის, ეგ ძალიან კარგი, სოციალური გვერდითი, გვერდით შემოსავალი არ ქვია მაგას, უფრო დამატებით შემოსავლების შესაძლებლობა აქვს, სადაც მაგალითად სკოლა შეუძლია დააფინანსოს მაგალითად კვება პირობითად. უფრო მეტი დააფინანსოს, ან სპორტი დააფინანსოს, ასე ვთქვათ, წიგნები შემოიტანოს უფრო მეტი, ან მასწავლებლის ხელფასი გაუზარდოს და როდესაც ან უკეთესი სპეციალისტები მოიყვანოს. ანუ არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში და ამერიკაში განსხვავება, მაგრამ ამაზე ყოველთვის თანხმდებით, ალბათ, რომ ორივე კონტინენტზე, ასე ვთქვათ, არის ძალიან მაღალი დონე. და ჩვენ მათგან ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ. და იმედია ვისწავლოთ კიდეც მომავალში. ხო, მაგრამ როცა ამისი ნება და უფლება რა გაქვს, ისე არის სივრცე თვითონ რეგულირებული კანონმდებლობით, რომ რაც არ უნდა ისწავლო, დაგრჩება ეს აბსტრაქტულ თეორიულ ცოდნად, რომელსაც პრაქტიკულად ვერ განახორციელებ. მოდი ახლა ორი სიტყვით რომ მინდა შენი ხედვები რომ დაალაგო დღევანდელ განათლების სისტემასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან უჭირს. საერთოდ ყოველთვის მაგალითად ამ შეთქმულების თეორიების მომხრე არასდროს არ ვეყავი რა და არასდროს არ ვფიქრობდი, რომ სპეციალურად კეთდება ვიღაცების მიერ, რომ ან ადამიანებს განათლება არ ქონდეს რაღაცა დონეზე, რომ ვერ შეძლოს ადამიანმა საჭირო განათლების მიღება. ეხლა უკვე ეგ გამიჩნდა, ეგ ეჭვი რომ ვუყურებ, ხო, აი ისეთი ამბები ხდება ამ რეფორმებით ჩვენ გარშემო, რომ სხვას უბრალოდ ვერაფერს ვერ იფიქრებ. ამაზე რა შეიძლება რომ თქვა ორი სიტყვით? სამწუხაროდ განათლების მართვაში ეს ბოლო 2-3 წლის შემთხვევაში ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მანამდე რაც იყო ვიყავით ჩართული მაგალითად საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის ხმებს ვესწრებოდით ხოლმე და ჩვენს აზრს გამოთქვამით, როგორ უნდა ყოფილიყო. მაშინ იყო ესეთ შემთხვევა, რომ გადაწყვეტილების მიმღები განათლების სფეროში არ იყო განათლებით დაინტერესებული. ესეთი ადამიანები იყვნენ ამ სფეროში. ანუ სულ ასე რატო ვარ? ეს არის პრობლემა. პროცესში ჩართული ექსპერტები, რასაც მე აი ანგარიშებს ხედავდი, ან ვკითხულობდი. ეს რომელ წლებს გულისხმობ? მე ბოლოს საქართველოს პარლამენტში ვიყავით, დაახლოებით ეგ იყო 2000 კოვიდის პერიოდი იყო მაშინ. შეზღუდულად ვიყავით, მაგრამ მაინც ვიყავით. ეგ იყო ბოლოს 2022 წელი, მე მგონი რა, თან 23 არ მახსოვს. ზუსტად. მაშინ რატო გამახსოვს, რომ მაშინ იყო ადამიანების დაახლოებით 70% გადაწყვეტილების მიმღები პროცესში ჩართული, რომელს განათლება საერთოდ არ ინტერესებდა. ეგ არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი. ის კი არა რომ არ იცოდა, არამედ არც აინტერესებდა. არა, პრიორიტეტი არ იყო საერთოდ არ იყო მათი პრიორიტეტი. ექსპერტები მაშინ რასაც ეუბნებოდნენ, ძალიან კარგ რაღაცებს ეუბნებოდნენ და მათ შორის ერთ-ერთი კვების ნაწილია, რომელიც აი ბევრ რამეზე დადებით გავლენას ახდენს. და წამოვიდეთ ეხლა უფრო უარეს მდგომა, რომ მაშინ თუ იყო პირობითად 70%, ჩემი აზრით, დღეს უკვე 100%-ია მანდ.
გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს განათლება საერთოდ არ აინტერესებს. მათთვის აინტერესებს კი რა თქმა უნდა, ესე ზოგადად, მაგრამ მათთვის პრიორიტეტი არ არის. ეგეთი მდგომარეობა გვაქვს დღეს, ხო? მაგალითად, განათლების კომიტეტზე ჯერ კიდევ COVID-მდე ვეუბნებს 18 წელი იყო დაახლოებით, 19-ის შუა პერიოდი, აქტიურად ლობირებდით კვების საკითხების სკოლაში შეტანას და ეს არ არის უბრალოდ ადამიანს საკვები შეიტანოს სკოლაში. არ არის ეგრე მარტო. ადამიანს ვეუბნებოდით კომიტეტის ხსნომაზე პარლამენტარებს, რომ იცი რა, კვება შეიტანს მაგალითად სკოლაში, კონფლიქტების რაოდენობას მინიმუმამდე დაწევ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბავშვები, რომელსაც შეიათ სკოლაში, ისინი ბევრად დაძაბულებიან, ბევრად სულ მდგომარეობაში და კონფლიქტის ალბათ ემოციური ფონი გასაგებად მაღალია. კი, მაგრამ ახლა ნახე, მეორე პრობლემა არის. ეგ ერთი არის, რომ კვება შეიტან, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეგ კვების შეტანა ნიშნავს ახალ კორუფციულ სქემებს. კაცმა არ იცის იქ რა საჭმევენ ბავშვებს და მე მაგალითად ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დაუსვამდი მაგას, მაგ კვების ნაწილის შეტანას, იმიტომ რომ რაღაცერად პრიორიტეტი ის უნდა იყოს, რომ მშობლები უნდა შეძლონ, რომ შვილები უსრულ, ანუ ეკონომიკური მდგომარეობა ისე უნდა ავწიოთ, რომ მშობელმა თვითონ აჭამოს შვილებს. მაგის ის ყოველთვის მეშინია ამ ჩვენ სივრცეში. ხო ნახეთ არა, როგორი სკანდალები არის. უფასოს ასადილოებსაც კი პარავენ, საბავშვო ბაღებსაც პარავდნენ და შეიძლება იქ ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, ანუ მართვას როგორ მოვაწყობთ, ეგ აბსოლუტურად სხვა საკითხია. მაგრამ თვითონ თავისთავად კვება რომ უნდა იყოს სკოლაში, ეგ ცხადია. ანუ ეგ აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა კიდევ მეორე მხარიდან როგორ მართოთ პროცესებს ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ ის თქვა მინდა რომ გარდა იმისა რომ კონცეპტუალურად რომ ბავშვი ნაჭამი უნდა იყოს და მშიერი ბავშვი ვერ ისწავლის, ამას რა დიდი სიბრძნე არ ჭირდება. კი, გარდა იმისა რომ კონფლიქტებს აგვარებს სკოლაში, ხო, კვების საკითხი მნიშვნელოვანი მათ შორის იმიტომ იყო, რომ წაკითხulis გააზრების ხარისხს ზრდიდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. აკადემიურ მოსწრებას ზრდის გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეგ არ არის ჩემი მოსწრება, ეს კვლევის შედეგებია და ბევრი ქვეყნის სტრატეგიული კვლევა, მათ შორის ამერიკული შემთხვევა, ხო, სადაც მაგალითად ჩემი დის შვილი სწავლობს, ხო, სკოლისთვის მნიშვნელოვანი კვება, მიუხედავად არ უჭირთ ამერიკულ ოჯახებს, ნამდვილად არ უჭირს იმის, რომ აჭამოს და თან თქვა რაღაც გაატანოს, თანხები გაატანოს, მაგრამ ის რომ სკოლაში ხდება, ეგ პროცესი რა ძალიან მნიშვნელოვანი. და ყველას შეუძლია თანაბრად შეჭამოს განურჩევლად იმისა და განურჩევლად ამისა. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ამას ჩვენ ლობირებდით გარკვეული პერიოდის უკან. რაღაცა მშობლებმა უნდა გააკეთონ, მშობლები უნდა ხელმძღვანელობდნენ ამ კვების სფეროს, აი ინიციატივიანი მშობლები, იმიტომ რომ მე სახელმწიფოს მაგას ვერ ვანდობ. ეგ სხვა, ეგ ნამდვილად მსჯელობის საკითხია, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხები, ხო, ანუ მალიქ მონიტორინგი, მაღალი დონის მონიტორინგი უნდა იყოს, თქვა, იქ შეიძლება არასამთავრობო იყოს ჩართული, იქ შეიძლება სურსათის ეროვნული სააგენტო იყოს ჩართული, ანუ ბევრი აქტორი შეიძლება იყოს პროცესში ჩართულს გააკონტროლებს, ხო, ანუ მაგალითად სასწაული ხდება სულ ვადაგასული ისინი საქონელი დევს მაღაზიებში. აი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ჩვენ იმ პროექტებს რაშიც მონაწილეობას ვიღებდი, ხო, ანუ კვება ქონა, ხო, ზოგჯერ 3-ჯერადი კვება, ზოგჯერ 4-ჯერადი კვება, ზუსტად ვიცოდით რა ვჭამდით, როგორ მზადდებოდა, რამდენად ჯანსაღი იყო და ასე შემდეგ, ამიტომ ყოველი განათლების მიმართულებით რა პროექტებშიც ვიყავით, აბსოლუტურად ყველაში იყო, აი ჯანსაღი, კარგი სასიამოვნო და მათ შორის ინტერკულტურის ნაწილი იყო ზუსტად ეს აი არაფორმალური ის არის, ეს ყავის შესვენება თუნდაც და კვება, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც მაქვს საკვირაო სკოლაში, ჩვენ 3 საათიანი სასწავლო ისა გვაქვს დრო 3 საათია გამოყოფილი და ამ 3 საათში 15 წუთიანი შესვენება გვაქვს, ცხელი შოკოლადი, ჩაით, რაც მათ უყვართ, აი ეს მარილიანი ჭრილი, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჯანმრთელი ეს იყოს საკვები მეტნაკლებად და ჩიფსებს და ეს რაღაცებს არ ვაკარებ ბავშვებს და ისეთი ის არის, აი რაღაცა ფორმით სწავლობენ აი ამ
ჭამის კულტურას, აი ელემენტარულად თეფშზე როგორ დაიწყონ, რომ ეს არ დაუცვივდნენ და რაღაცა ეგეც კი რაღაცა ტიპის უნარებისგან ვითარება. მე იტალიაში როდესაც წავედი, ანუ გრძელვადიანი პროექტი ქონდა, ერთწლიანი პროექტი, განხლება იყო თავიდან ბოლომდე, მან პირველად ნახე, ეგ იყო 2009 წელი და მანამდე ჩვენი კულტურის ნაწილი როგორი იყო, ხო, ეხლაც ალბათ არის რაღაც დონეზე, მაგრამ ჩვენთან საქართველოში კაცი მამაკაცი არ ამზადებდა მაგალითად საჭმელს, ალბათ ეხლაც არ ამზადებს, არ ვიცი რა ხდება, არ მიმართულებით. მაგრამ მე რომ ნახე იქ რო აი, იცი რა, ჩვეულებრივი ამბავია, მარტო ქალი კი არ არის სამზარეულოში, ხო, კაცი. მაგრამ ინაწილებენ ფუნქციებს ბავშვთანაც ღამის გათევა. კი ბატონო, აი, როდესაც ნახე რო აი, იცი რა, პატარა ვარ, ხა ეგეთ პატარაც სადღაც 20-21 წლის ვიყავი ალბათ. პირველად ნახე მაშინ რომ მარტო საჭმელის მომზადება მთელი ოჯახისთვის, მაგრამ მარტო ქალის საქმე არ არის. კაცებიც შეიძლება იყოს ჩართულები, ეგ მე რომ ნახე, გამიკვირდა, რასთავარი მომეწონა ეგ ამბავი და მას შემდეგ მეც ჩვეულებრივად სახლში როგორც ჩემთვის მომზადებ, შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც ჩვეულებრივად მომზადო რომ საჭმელი და ზუსტადაც რომ ეს არის ინტერკულტურის ნაწილი. აი ნახეთ რომ რა ის რაც თქვა შენ ანახი არ ქონდა. ეგ საერთოდ არ იყო, ცუდი საერთოდ არ იყო, პირიქით, რაღაცა კარგი ხდება. რაღაცა კარგის გაკეთება შეიძლება თქვა მინიმუმ საკუთარი თავისთვის და შესაბამისად მეც მომეწონა, გადმოვიღე და როგორ ფიქრობ, აი, რა შეიძლება დასავლელმა ადამიანმა იმ ცხოვრების წესიდან და იმ ყოფიდან რაც ჩვენ გვაქვს, აი როგორც შენ ახლა ეს აიღე, რა შეიძლება რომ აიღოთ ჩვენი ცხოვრების წესიდან. მე ეს უფრო მაინტერესებს, იცი, რითი შეიძლება იმათვის საინტერესო ვიყოთ. ჩვენ არ შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ბევრ საინტერესო ქვეყანა ვართ ამ ხრივ და მათი გადმოსახედინად შეიძლება ბევრი თქვათ რაიმე წაიყონ მათ. და ამ ხრივ თქვათ მაინც რა შეიძლება გაგახსენდეს? ბევრი ახლა უბრალოდ ვარჩევ აი გონებაში თქვათ რა შეიძლება და მე მაგალითად ნანა ჯორჯაძის ფილმი არის ასეთი თუ ხوار მეშლება რეჟისორი აი ეს მეგრელებთან რო გადაიღო გასვენების ის რო არის რიტუალი ძალიან ისეთ საინტერესო პრიზები აიღო. ანუ გადაიღო ადამიანი ოჯახის მამაკაცი გარდაიცვალა და ოჯახს თხოვა რომ რასაც აკეთებდო გადავიღო. არაფერი როგორც არის ესე აი რომ მიდიან ბაზრობაზე ტანსაცმელს რო ყიდულობენ იქ კელეხის ის რო არის იქ მიცვალებულს რა უნდა ჩააცვან იქ კუბო როგორ უნდა მოიტანონ. როგორც არის რა ეს ყოფითი სიტუაცია მეზობლები რომ მოდიან სამწიბარზე და პანაშვიდზე. ისეთი საინტერესო გამოვიდა რომ აი ძალიან ისეთი გამოხმაურება ქონდა და სადღაც ნულოვან წლებში იყო ეგ მე როგორც მახსოვს რა 2010 წლამდე გადაიღეს ეს ფილმი და ძალიან საინტერესო ჩვენთვისაც საინტერესო ამიტომაც არის რომ აი ევროკავშირში და ევროპელები როგორც არ ამბობენ რომ იცი ანუ ერთი კულტურა უნდა ვიყოთ ამას არ ხო დაგვემსგავსეთ ჩვენ არ გეუბნებიან გინდა თუ არა მაგათაც ყველა გერმანელებს გავდეთ ან ბრიტანელებს ან ფრანგებს არა ესე არ არის რა ყველა ევროპაში ინდივიდუალიზმი აინტერესებს ზუსტადაც რომ ეს ინდივიდუალურობა აი მაგალითად ქართველობა მოსწონ თქვა ფრანგი რო ფრანგია ეგ მოსწონ პოლონელები თქვა უნგრელები გერმანელები ინდივიდუალიზმი მოსწონთ მათ და ეგ ძალიან კარგია ხოლმე პროპაგანდის შემთხვევაა, რომ აი ქართველობას წაგვართმევთ. პირიქით, მე მგონი, რომ შეიძლება ჩვენ იქეთ წავარდოთ ევროპელობა. ყველაზე მეტად ეგ აინტერესებს და მაგ ავთენტურობას უფრთხილდებიან თვითონ. კი, თავიდან ბოლომდე ეს აბსოლუტურად ასია, იმიტომ რომ მე პირადი გამოცდილება მაქვს ამ მართულებით და ქვეყნებში სადაც თქვა წავიდოდით ან თქვა რაიმე პროექტები გვექნება, გაცვლითი პროგრამები გვექნებოდა, ხოლმე ძალიან აინტერესებდა ჩვენ შესახებ და ქვეყნების უმეტესში საერთოდ სადაც ვიყავით, ხოლმე უკვე ჩასული, როდესაც ჩავდით, თვითონ გვიყვებოდნენ, რომ აი ჩვენ ამდენ რაღაცა ვიცით. და ჩვენ კიდე გაოცებული ვიყავთ თქვენ როგორ იცით, ამდენ ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ ეგეთ რაღაცა, ხოლმე
საერთოდ არ პროპაგანდა, თავიდან ბოლომდე პროპაგანდა, რომ აი ქართულობა წაგორთ, ეგ არის მითი აბსოლუტურად. აი ყველია თავიდან ბოლომდე და ლაპარაკობს იმანაც იცის რო ეგ არა. ჩემი აზრით არიციან, ყველამ არ ამგონი ეს ახალგაზრდობა მიცის ყველაზე უფრო, მაგრამ აი დაახლოებით 20 ალბათ 35 და ზემოთ უკვე ალბათობა უკვე მცირდება იმის რომ რაღაცა იცის რა. მარტივად პროპაგანდაში მარტივად მიაღწიოს თქვათ 35 და 40 ასაკის ზემოთ. უფრო ახალგაზრდებში ხო ეგ რთულად არის პროპაგანდაში ვერ მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება შემოაღწიოს. და ზუსტადაც გამახსენდა ეგ რომ არაფორმალური განათლება, ზოგადი განათლება, ზუსტადაც რომ ამის თავდაცვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ხო, ნუ ეხლა რუსებმა მოცემულ მომენტში ამ პრორუსებმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ეხლა ევროპას ამას გვიშვება, იმას ვერაფრით ვერ დამაჯერებს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მე ვიცი, შეიძლება წავიკითხო, მოვისმინო, პირადად მაქვს, პრაქტიკაში მაქვს ნახე, რომ ეს არ არის ეს, ხო. ძალიან საინტერესო იყო მე მგონი ჩემი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა და ფინალური ისა გვაქვს ნაწილი ჩვენი პოდკასტის ორი სიტყვა უნდა თქვა ყავაზე. როგორია ჩვენი და ევროპელების დამოკიდებულება ყავასთან. ევროპელებმა საერთოდ არ იციან რა არის ბათუმური ყავა და ჩვენს მეგობრებს თუ გაასინჯე და თუ მოწოდეს ბათუმური ყავა. მე არ ვარ დიდად ფანი ბათუმური ყავის რა მითხარ. აი თუ არ საქართველოს ბათუმელობა ევროპელებმა. ბათუმური ყავის დიდად მოყვარულია. როგორც ეგზოტიკური მხარე, ესე ნამდვილად გადის, იმიტომ რომ ბულვარში რასაც ვიქნებთ ხო ვართ ხოლმე მეგობრებთან და ქვიშაზე მომზადებული. ხო, აუცილებლად. ეგ ნაწილი კი მომწონს თუმცა ისე აი ყოველდღიურად მე არა, მე უფრო კაპუჩინოს აი ევროპელი ვარ, მაგრამ ქართველ ევროპელი ვარ. უფრო ამ ხრი ვარ. დიდი მადლობა და ამ განწყობით დავასრულოთ და როგორც უკვე დავპირდით მაყურებელს კომენტარებში დავდოთ ის პროექტები რომლებიც მუშაობს დღეს რომ იქნებ რაღაცა ის ნარჩენები რაც არის ევროპული ფანჯრების გახსნის ამ ჩვენი ქვეყნიდან ეს ველები გამოვიყენოთ. ეგ ძალიან საინტერესო ნაწილია, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ ვინც არიან ამ მიმართულებაზე ჩართული, ხო, ანუ დღეს მათი დიდი ნაწილი უკვე დიდმა ნაწილმა უკვე შეაჩერა მუშაობა, იმიტომ რომ მათთვის ეს აგენტების შესახებ კანონი რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა გააჩერა. მე თვითონაც ჩვენ მქონდა ეს IP ლექტორთა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია და იძულებული გავხდით რომ გაგვეჩერებიან. ანუ მათმა დიდმა ნაწილმა შეაჩერა, იმიტომ რომ აი კანონში უშუალოდ არ იციან, თქვათი გრანტად მოდის, თქვათი ამ კანონს ეხება თუ არ ეხება. ამიტომ სამწუხაროდ დიდმა ნაწილმა შეაჩერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ერასმუსის მიმართულებით ზოგადი ერასმუს რამე ემუქრება? უმაღლეს განათლების მიმართულებით არა ამ წუთას, მაგრამ აი ზოგადი განათლების მიმართულებით რაც არის, თქვათ ეს არაფორმალური განათლება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართულება, დიდმა ნაწილმა უკვე შეაჩერა სამწუხაროდ, თუმცა მე მაინც გავაზიარებ ამ მიმართულებას, პლუს ამას ჯგუფები გვაქვს რამოდენიმე, სადაც 10,000-ობით ადამიანი გაწევრიანებული, ყოველდღიური, თქვათ, შემოთავაზებები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან კარგი, მეც ჩავერთვები მაქსიმალურად. ძალიან დიდი მადლობა რომა. ვიმედოვნებ რომ საინტერესო იყო და სასარგებლოც იქნება. იმიტომ რომ ეს პრაქტიკული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. დავამშვიდობოთ მაშინ ჩვენ მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო რომა დოლაპერიძე.